გესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ რა სასიყვარულო მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა სასიყვარულო მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა. ვნახოთ აბა. მესიჯი კი ასეთია. ურთიერთობაში ან კონკრეტულ კომუნიკაციაში, რომელშიც ახლა ხართ, ვიღაცას უკეთია ნიღაბი. ვიღაცა ცოტათი პირფერობს და პირველ რიგში თუ თქვენ მაგალითად ცდილობთ ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენას გარკვეული მსახიობობით, გარკვეული როლის მორგებით, აქ თქვენთვის არის ასეთი მესიჯი, რომ რა თქმა უნდა, უმჯობესია იყოთ გულურწმილი პირველ რიგში საკუთარ თავთან და ეს ნიღაბი მოიხსნათ, ხოლო თუ ეს ეხება თქვენს პარტნიორს ან პოტენციალურ პარტნიორს, აქ პრინციპში ყველაფერი უკვე ცხადი არის და მინდა გითხრათ, რომ თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ ადამიანი, როდის არის ყალბი და როდის არ არის თქვენთან მიმართებაში. დავამატოთ კიდევ მესიჯი სამყაროსგან, იმიტომ რომ ყველას არ ყავს პარტნიორი. ნახოთ აბა. ახლო მომავალში ურთიერთობა აუცილებლად ავა რაღაც ახალ საფეხურზე. ეს შეიძლება იყოს სხვათა შორის დანიშვნა, ქორწილი ან რაღაც მსგავსი, ასევე შეიძლება იყოს უბრალოდ ურთიერთობის ზრდა, ურთიერთობაში ჰარმონიის ზრდა, მეტი კომუნიკაციები, ხო? ვისაც ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე არ ყავთ პარტნიორი, თქვენთვის აქ არის ასეთი მთავარი მესიჯი, რომ იყოთ მაქსიმალურად საკუთარი თავი, იყოთ ისეთი როგორიც ხართ, ნუ ეცდებით ნურანაირი როლის მორგებას საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის, ნუ ეცდებით რომ სხვებს ხელოვნურად მოაწონოთ თავი და თქვენს რეალობაში ახლო მომავალში აუცილებლად შემოვა პოტენციალური სასიყვარულო პარტნიორი. კიდევ დავამატოთ არკანები. რა მესიჯი აქვს სამყაროს? ქორწილი. ქორწილი. გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ბევრი თქვენგანის რეალობაში ნამდვილად შესაძლებელია აქ იყოს დანიშვნა, ქორწილი ან რაღაც მსგავსი სერიოზული საფეხური, ხო? ურთიერთობაში. მაგრამ ნახეთ უმეტესობასთან აქ იქნება უბრალოდ ურთიერთობის რაღაც ახალ ეტაპზე აყვანა. აი როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, მეტი გულწრფელი კომუნიკაცია, მეტი ნდობა ურთიერთობაში, ხო? ხოლო ვისაც არ ყავთ პარტნიორი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ კუთხით არაფერი არ გაქვთ სადარდებელი. გასაგებია ვიღაცა შეიძლება უნდოდეს სიყვარული, ვიღაცა შეიძლება უნდოდეს ურთიერთობები, ჯანსაღი ურთიერთობები, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერს თავისი დრო აქვს და თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების ამ ეტაპზე არის ის, რომ იყოთ საკუთარი თავი, მეგობრებო. ამიტომაც იყავით საკუთარი თავი და ყველაფერი თავისით მოვა. კიდევ მინდა რომ მესიჯი დავამატო. მიეცით სიტუაციას იმის უფლება, რომ თავად განვითარდეს და ნახეთ, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ზოგი თქვენგანის რეალობაში აქ პირდაპირ გაგებით შეიძლება შვილების მომენტი იყოს, ანუ მაგალითად შვილები გაუაზრებლად თუ გააზრებულად ხელს გიშლიდნენ ურთიერთობის აწყობაში, მაგალითად შეიძლება მათზე იყოს ზედმეტად კონცენტრირებული, ხო? ხოლო ვისაც არ ყავთ შვილი, თქვენ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ აქ რაღაც ზედმეტად ბავშვური ენერგიები იგრძნობა. ან თქვენ გჭირდებათ მეტი ჩამოყალიბება, ან იმ ადამიანს, რომელიც თქვენ გაინტერესებთ იმისათვის, რომ ურთიერთობა მეტად გამყარდეს. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები.